მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამომწერებო იმერეთში რომ მოხვდები კერძოდ ქუთაისში არ შეიძლება რომ აი ეს ქუთაისური აი ეს სუფრა არ დააგემოვნო და ეგ სანდრო მოკლედ დამპატიჟა რესტორანი კვამლი და აი ისეთი საჭმელიო და ისეთი პურმარილი უნდა გაჭამო სანდრო დიდი რეკომენდაცია გაუწიეს ხო ნახეთ როგორი ეზოა ჯერ რა სილამაზეა მოგესალმებით ჩემს ქუთაისელებს ფესვებიც მაქვს სისხლი იმერული ბაბუა მყავდა სადმე დავждეთ ბაღნახეთ რა სილამაზეა და ეხა გაგაცნობთ მენიუსაც რა ხდება როგორი მდგომარეობაა და რომ მოხვიდეთ კიდე გაიმეორე რა ქვია ამ რესტორანს კვამლი ნახოთ აბა ერთი კვამლში რა ხდება აი აწერია ეს არის წყალტუბოსკენ მიმავალი გზა ხო აი ძალიან სილამაზეა ნახეთ აი ნახეთ როგორი სილამაზეა და ნახოთ აბა რით გამაოცებ სანდრო უნდა ვნახო ნახოთ აქ სადღაც სადმა დაჯდე აქ დავსტებ და მე ან დააკავი ან გასაღები ტელეფონი დავდოთ ან რა ვიცი რა თქმა უნდა ტელეფონი დადებადი სიტუაცია არ მინდა სანდრო მენიუს არჩევს წვრილის აისახება წვრილის წვრილის აისახება ზეცკილი შავი ზეცკილი მწვანე არა მე მინდა რაღაცა იმერული კიტრი პომიდორი საათი ნიგზი აი ეგ მინდა კიტრი პომიდორი საათი ოჯახურად არა ნიგზი კანგაცილი პომიდორი საათი არ მინდა მწვანე საათი ბერძნული საათი ცეზარი არ მინდა არაფერი მე მინდა ნამი დაგეჭმება საათი კიტრი პომიდორი საათი და ზეცკილი არ მინდა საფირმო რა გააქვთ აი რა საფირმო კერძი რა გაქვს გემრიელი რას გაუწევთ რეკომენდაციას ტაფაზე ხარჩო ტაფაზე ხარჩო აჩვენეთ მაგას პროფესია აფის ვა გავსინჯოთ ანუ უწევთ რეკომენდაციას გასინჯეთ გავსინჯოთ რა აი მეგრული ხარჩო ხოჩაშუშული რამეები არა აი ეს ანგელოზივით ბავშვია იცის აი კიტრი პომიდორი საათი და ნიგზი ჯერ ავარჩიო და რა მეც არ მეპატიჟები არა ეხლა შევხურე შენ კაცო ეხლა ცოლის დაპატიჟებას რაო ტიპები გადაზერილია ლარჯი არ გინდა აუ მინდა აბა ერთი წელი ავიღოთ ორივეს გვეყოფა ეხლა შენ როგორც პროფესიონალმა ფასები როგორია კარგი რას ნიშნავს კარგი ძვირი თუ საშუალო კარგი ფასები ნორმალური დღევანდელ დღესთან შეეხება ხო შეეფერება ანუ სანდრო არ მოგატყუებთ არც ხათო იცით აი ისე რეკომენდაციით მოვედით არ ვიცნობთ არავის და არის მეგრული ხარჩო იაფია დედასპეციალა არა გააჩნია პროპორციებს ეხა პორციებსაც გაჩვენებთ და აუცილებლად აი ეს გადაზელილი ანუ ის მეგრული ხარჩოს გაუწია ამ ბავშვმა რეკომენდაცია ტაფის ოსტრიო ხო და ეხლა მე ელარჯს რა მივაყოლო ტაფის ოსტრი და მეტი და ის თხელი ხაჭაპური გავსინჯოთ აბა როგორია ნახე ეხლა ცომი არ მინდა მაგრამ არა უშავს ეხლა 2-3 საათია და შეიძლება როგორი აქ ნახეთ გაკეთებული ეპარატივით რა საყვარელია ნახეთ ყავის სანდრო დროზე კუპატი ხოლმე რაღაც გინდა კუპატი ისე აიღე რომ მოვერიოთ ორნი ვართ მინდა დედას უდიდებ ჩვენ დასალმოვერები
სახელი კი ჭამას მინისტრს კი გვეძახიან, კი გვაგატეხილი სახელი. ჟიტი არ გინდა ტრენორში. აი რა არის გარაზოს გამისინჯავს? იმისი ეკვის ტრენორში. მომეწონება სანდრო, მე ხო ამ კაია. მე ვერ მოვერევით თორე. არა, ეგ აღარ მინდა ბჟიტი და კი. თუ არა ჟიტი. არ მომეწონება თუ არა? არ მინდა რა, რაც არ ვიცი არ მინდა. არ ვიცი, ხო უნდა გასინჯო. კაი, მაშინ. კაი. პავილიო სალათაგიდან იმზი. ესე დააწვევი. რამე რო დაგჭირდება კი არ დაუძახებ. ავოი. მუშა. დააწვევი, ესე მოვლენ მოგემსახურებიან. აი ეს ხდება აქ. ეხლა ველოდებით ერთი სული მაქვს რომ დავაგემოვნო რომ რეკომენდაციო გაგიწიოთ, მე მოხვიდეთ თუ არა ქუთაისში რომ მოხვდებით, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იმერული ხაჭაპური და მოხვიდეთ თუ არა რესტორან კვამლში. ნახევარი მე. ტაფის ოსტრი მოვიდა და აი ძალიან მაგრად გამოიყურება მართლა. მე მეგონა სპორტიანი და არა უშავს გვეყოფა სანდრო და ნახეთ ახლა იმერულის სითხელე ნახეთ იმერული ხაჭაპურის. აი უკვე 10-იანი სანდრო, უკვე 10-იანი იმერეთ. აი ნახეთ და ოსტრის აუცრად გამოიყურება. ნახეთ. ესე იგი რეკომენდაცია რეკომენდაცია გაგვიწეს რომ სასწაული გებჟალია აქვთო. აი უცებ მოიტანეს ყველაფერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რესტორანში რო შემოვდივარ პირველად. რა არის? მაწონი თაფლით, რამე ყველა უნდა მოვასხათ სანდრო. ესე მოაყოლეს მაწონი თაფლით ნახეთ. რა მაგარია. ეს ბოლოს რო დესერტად ნატურალური. გამიყავი მეც. ოხ დაილოცოს ჩემი აი აქედან მოგესალმებით ჩემ უსაყვარლეს მეგრელებს გიждები თქვენზე და ნუ ჩემს იმერეთზე და ჩემს ქუთაისლებს ხო საერთოდ ძალიან ბევრი გამომწერი მყავს ქუთაისლები სანდრო მე და შენ ბევრი გამომწერები ყავს და დააგემოვნე ხა და მითხარი როგორი აი პირველი შთაბეჭდილება მინდა აი პირში დნება თუ არა ხო იცი ელარჯი პირში უნდა დნებოდეს ყველი უნდა იწევა. ოხ. გწოდნია, სანდრო. აბა. სასწაულიაო. ეს ნახეთ რა როგორ გამოიყურება. სანდრო, აქ რო არ მოგიყვანე? აი არ ვიცი, არ გაპატიებდი. კიდე ერთი რა, ორი შენ ორი მე. უფ. შო მეტი არ მინდა. ნახეთ აი რა ხდება. ხალხო აი გებჟალია. აი სად არ გამისინჯავს და ხო ენდობით ჩემ გემოვნებას. აი სასწაულესი. აქ რო ჩამოვალ აუცილებლად ეს არის ამათი საფირმო ნეკნები აჯიკაში, ხო? ნეკნები აჯიკაში. აუცილებლად მოვალ. ნახეთ, აი სწრაფად უცებოთ ქუთაისურად, აი ესე დააყარეს პურმარილი. აი ეხა ბოლოსაც გეტყვით, მაგრამ მე რაც გავსინჯე, ელარჯი არის უსასწაულესი. გებჟალიას 10-დან 10, ელარჯი 10-დან 10. ეხა ნეკნებსაც გავსინჯავ, ხაჭაპური არ გამისინჯავს და ხაჭაპურსაც გავსინჯავ, მაგრამ აი მინდა გითხრათ, რომ აი სითხელე ნახეთ, აი სუფთა იმერულია, იმერული ტრიალებს აი აქ რა. სანდრო ისე რომ გაგესინჯა ეს ხაჭაპური. რესტორანში რო შევდივარ პირველ ყურადღებას ვაქცევ პორციებს, რა ვქნა მე ესე ვარ შენ სანდრო. აი რა ვიცი თვალი ჭამს და თვალი სვავს და აი პორცია ნახე გადმოდის კეციდან. აი ნახე ზოგ რესტორანში რო შევსულ ვარ აი 4 ცალი, 5 ცალი, აი ნახეთ აი ზემოდან ესე ბლომად და მართლა ეხა გვინდოდა სანდროს უნდა წავეყვანე თავიდან რომელ რესტორანში უნდა წავ მუხებში და არ იყო დაკეტილი ან დაუკეტიათ და მე ძალიან დიდი რეკომენდაცია გაგვიწიეს აი ამ რესტორანში და ნახეთ აი პორცია როგორია ხო? ესე გემრიელად რომ მოგიტანენ უკვე და
აი მე მაგალითად აი ესეთი რესტორანი მიყვარს, აი მეორეთაც რო ჩამოხვალ და მესამედაც აი ესეთი რესტორანია. ეს რესტორანი კვამლი. ჩემი აღმოჩენაა და სანდროსი. ეხლა ნახეთ ხაჭაპურში ყველი როგორ იწელება სანდრო. გეხოცები ახადე რა შეხედეთ. მოიცა წოდოა რა შენ. ჯერ უთხელეს ერუბაჩვენო რა, აი ნამდვილი იმერული ყველით არის გაკეთებული. უფ დაილოცოს ჩემი ქვეყანა რა, დაილოცოს ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო. ქართულ სუფრას რამე ჯობია სანდრო. არაფერი არ ჯობია, მსოფლიოში პირველები ვართ. მთავარია სიყვარულში უნდა გავხდეთ პირველები, აი ეს ვისწავლოთ. სიყვარული და ერთმანეთის გატანა, თორე ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ტრადიციებს არაფერი არ ჯობს რა. აი როგორ არ უნდა ჭამოეხა ეს, აი ეს ხაჭაპური ნახეთ, აი ცომი საერთოდ არ არის, ასე როგორ გამოაცხეთ, ღმერთო თქვენ გაიხარეთ. შეფასებას და რეზიუმეს რა თქმა უნდა გავაკეთებთ ბოლოს, მაგრამ უკვე მივირთვი და ეს არის დესერტი, ეს არის ნახეთ ამ რესტორნის კვამლის მაწონი, ნახეთ როგორი გაკეთებულია. ეხა ამას მოვასხავ ნატურალურ თაფლს, რა თქმა უნდა, ნახეთ და დავაგემოვნებ. აი როგორი დესერტი მოყვება აი ამ ყველაფერს ასეც შევუკვეთავთ. როგორია სანდრა დესერტი? სასწაული. ჰა? სასწაული. ესე იგი რესტორანიც არის და რესტორანიც მე რომ მიყვარს. სანდრო, ოღონდ აი ეხა ხო პირველად მოხვედი ამ რესტორანში და არ იცნობ ვინ არის მე პატრონე. და შენ ოდესღაც იყავი რესტორნის დირექტორი, ხო ესია? ეხა თქვი, გულზე ხელი დაიდე, რამდენი ქულით შეაფასებ ამ რესტორნის მომსახურებას? ჰა? 10-დან 10. აი განსაკუთრებით რომელ კერძს გაუწევ რეკომენდაციას? აი ყველას, აი ხალხო, ვინ როდესაც მოხვალთ ამ რესტორანში, ნუ რა თქმა უნდა იმერული ხაჭაპური აუცილებლად უნდა შევუკვეთოთ. ნეკნები აჯიკაში კეცზე დაიმახსოვრე. არა, კაი. ნეკნები აჯიკაში კეცზე. პირი არ გაუჩერებია, რაც მოვიდა. პირი არ გაუჩერებია. და ხბოს ჩაშუშული კეცზე. აი სასწაულია. თანდრო პირი გააჩერე და ხანი რა ინტერვიუ მინდა რომ ჩავწერო და პირი გააჩერე. პირს არ აჩერეს. და ნუ გებჟალიაზე აღარაფერს ვლაპარაკობ. გებჟალი არის ფანტასტიკური, გებჟალიად შევუკვეთეთ. ელარჯი არ დაგავიწყდეთ რომ შევუკვეთოთ. აი ესე ოჯახურად თუ ბრძანდებით, ნუ ახლა ბევრი სტუმრები თუ გეყოლებათ, მაშინ ისეთი აი სასწაული პურმარილია და ძალიან კმაყოფილება ვართ. ანუ ხათოსგან და სანდროსგან რესტორან კვამლს აი გამართული, ხო იცი წელში მასწავლებელი რო გეტყოდა ხოლმე სანდრო გახსოვს? აი მოღუნულიო თუ მოხრილი სამიანიო, აი წელში გამართული 10-იანი რესტორან კვამლს მიყვარხართ ძალიან და ქუთაისში რომ მოხდებით, დასავლეთში რომ მოხდებით, ჩემი დიდი რეკომენდაცია თქვენ იცით რომ მე რამე რო არ მომწონებოდა იმასაც ვიტყოდი, მიყვარხართ ძალიან.